მოგესალმებით. შაბათ საღამოს 9 საათზე პირველ არხზე თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. დღეს გარემოს დაცვის პრობლემებზე ვისაუბრობთ, უფრო კონკრეტულად ნარჩენების მართვაზე. გარემოს დაცვის უმნიშვნელოვანესი პრობლემა ნარჩენების მართვა. რატომაა ჩვენი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ის, რაც განვითარებულ ქვეყნებში შემოსავლის წყაროა? როგორ შეიძლება გადაიქცეს ნარჩენები ბიზნესად? ნარჩენი ეს არ არის ნაგავი. ეს არის საჭირო რესურსი შემდგომი გამოყენებისთვის. რატომ არსებობს ნაგავსაყრელების პრობლემა საქართველოში? რატომაა დაბინძურებული გარემო? რატომ არ აგვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა? მოქალაქეების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს როლი ნარჩენების მართვაში. ნარჩენების სწორი მართვა, ბიზნესი და უსაფრთხო გარემო. ვახოს ანაიას რეპორტაჟი. ჩვენ ერთი გადაცემა ნარჩენების მართვის თემაზე ერთი თვის წინ უკვე მოვამზადეთ. ეს მეორე რეპორტაჟია ამ პრობლემაზე. ნარჩენების მართვა გარემოს დაცვის საკითხებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ნარჩენების შეგროვება, გატანა, განთავსება, გადამუშავება და მეორედ რესურსად გამოყენება, ენერგიის აღდგენა. ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში მოუწესრიგებელია. განვითარებულ ქვეყნებში კი ნარჩენებისგან სერიოზულ სარგებელს ნახულობენ. გარდა ამისა, ნარჩენები ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ნარჩენი ეს არ არის ისეთი რამ, რაც უბრალოდ უნდა მოიშორო ან მოისროლო, რაც ყველაზე უარესია მაგალითად ბუნებაში. გადაყრაზე ბოლოს უნდა ვიფიქროთ. აქამდე ბევრი სხვა საშუალება არსებობს. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და რა პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენ მოქალაქეებს. ამ თემაზე იქნება დღევანდელი ჩვენი გადაცემა. სტუდიაში მინდა მოვიწვიოთ ჩვენი ჟურნალისტი მარიამ მოშხნელი, რომელმაც იმუშავა თემაზე. მარიამ, საღამო მშვიდობისა. ჩვენ წინა გადაცემაში ზოგად სურათზე ვისაუბრეთ, დღეს უფრო კონკრეტულ საკითხებს შევეხებით. მოდი მოვუთხროთ მაყურებელს, რას ნახავს ჩვენ სიუჟეტებში. როცა დავიწყეთ ჩვენ ამ თემაზე მუშაობა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით თუ ნაგავი ესეთი ვრცელი თემა იყო. აღმოჩნდა რომ ზოგადად ეს ტერმინიც ნაგავი არის არასწორი და სინამდვილეში უნდა ვიხმაროთ ნარჩენი. ნარჩენების მართვას რაც ეხება საქართველოში ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს ეს საკითხი. თუმცა მე იმედი მაქვს რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ შევძლებთ მოგვარებას. რაც შეეხება თვითონ ნარჩენების მართვას და დღევანდელობას რაც გვაქვს, ყველგან არსებობს განსხვავებული პრობლემა რეგიონებში, თუმცა ნაგავსაყრელები არის თითქმის ყველგან პრობლემა. თბილისში ჩვენ შევეხეთ ჩვენს წინა გადაცემაში, დღეს რეგიონებზე გვექნება უფრო მეტი აქცენტი და მოდი ორიოდე სიტყვით თქვათ რეგიონებზე, სანამ სიუჟეტს ნახავს ჩვენი მაყურებელი. ჩვენი გადამღები ჯგუფი იყო რამდენიმე რეგიონში. მაგალითად მცხეთაში ინფრასტრუქტურა არის ძალიან კარგი და მოწესრიგებული. თუმცა ჩვენ ნახეთ საკუთარი თვალით, როცა სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეები მოდიოდნენ და იქ ურნები არის ძალიან ბევრი. ერთ-ერთმა მოსწავლემ ისე რომ საერთოდ არც მიუქცევია ყურადღება ურნისთვის და აგდო იქვე ნაგავი. ხო, ეს არის სერიოზული პრობლემა, ანუ პრობლემა შეგვიძლია გავყოთ ორ ნაწილად. ერთი რომ რას აკეთებს სახელმწიფო, თქვა და რას ვერ აკეთებს და მეორე ის რომ ჩვენ მოქალაქეები რას ვაკეთებ და რამდენად ვსოდავთ, ხო, ნაგვის გადაგდებასთან დაკავშირებით. კარგი, ეს სიუჟეტი ოდნავ მოგვიანებით იქნება, ახლა საუბარი გვექნება სულ რამდენიმე წამში 3 ერის პრინციპზე, ეს რას ნიშნავს? განვმარტოთ ჩვენს მაყურებელს და შემდეგ სიუჟეტი. დიახ, 3 ერის პრინციპი ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის ნარჩენების მართვის, რაც გულისხმობს ნარჩენების შემცირებას პირველ რიგში, შემდეგ ხელახლად გამოყენებას და გადამუშავებას. აი როგორც ხედავთ, პირველი ორი კომპონენტი მოიცავს საზოგადოების ამ პირველ ორ კომპონენტში საზოგადოების როლი ყველაზე დიდია, იმიტომ რომ სახლში ნარჩენებს ვერ შეგიმცირებს ვერავინ თუ არა შენ, ხო? აი მესამე ნაწილი ეს უკვე შეიძლება სახელმწიფოს და ბიზნესის პრეროგატივია. უკვე არის აბსოლუტურად სახელმწიფოზე დამოკიდებული, თუმცა აი პირველი ორი კომპონენტი, რაც გულისხმობს შემცირებას და ხელმეორედ გამოყენებას, არის თავიდან ბოლომდე ჩვენზე დამოკიდებული. გასაგებია, მოკლედ ამ ყველა საკითხს მე მინდა მაყურებელს უთხრა, რომ გადაცემის დასკვნით ნაწილში სიუჟეტების ნახვის შემდეგ ჩვენ სტუმრებთან ერთად განვიხილავთ, მანამ კი ჩვენი უბრალოდ მარიამის პირველი რეპორტაჟი. სოფლიოში მოსახლეობის დასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება ნარჩენების მართვის პრობლემა. განვითარებულმა ქვეყნებმა ამ საკითხის მოგვარებაზე ზრუნვა უკვე დაიწყეს. 2006 წელს ტოკიოში 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი 3 ერის პრინციპის განსახილველად შეიკრიბა, რომელიც ნარჩენების მართვის ყველაზე სრულყოფილი მოდელია. პირველ რიგში განსახორციელებელი ღონისძიება არის შემცირება ნარჩენების
თავიდანვე შემცირება, ანუ ის რომ არ წარმოვქმნათ თავიდანვე ზედმეტი ნარჩენი. მეორე საქმიანობა ეს არის ნარჩენების ხელახალი გამოყენება. მესამე ქმედება, რომელიც ასევე პრიორიტეტულია, არის უკვე ნარჩენების რეციკლირება, ანუ ქარხნული წესით გადამუშავება. აი ეს სამი საქმიანობა ინგლისურ ენაზე სამივე იწყება R ასოზე. ანუ reduce, reuse და recycle. სწორედ ამიტომ აი ამ პრინციპს დაარქვეს სამიერის პრინციპი. ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მონაწილე ქვეყნების მთავრობას და დაინტერესებულ მხარეებს ავალდებულებს ხელი შეუწყონ სამიერის პრინციპის დანერგვას ადგილობრივ დონეზე და ასევე მის პოპულარიზაციას მსოფლიოში. დღეისათვის სამიერის პრინციპით ნარჩენების მართვის სფეროში ყველაზე წარმატებული ქვეყნები ხელმძღვანელობენ. სამიერის პრინციპის პირველი ორი კომპონენტი ნარჩენის შემცირება და ხელახალი გამოყენება მთლიანად დამოკიდებულია მოსახლეობაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში ნარჩენების მართვის მოწესრიგებას პირველ რიგში მოქალაქეებმა უნდა შეუწყონ ხელი, მაგრამ აუცილებელია სახელმწიფოს დაგეგმილი პოლიტიკაც. ყველაზე მთავარი, რითიც ავსებულია მთელი საქართველო. ეს არ არის დამალული, ეს ყველა ხედავს. ეს არის ცელოფანის პარკები, უამრავი, ეს არის ბოთლები, ეს პოლიეთილენის. მე მახსოვს, ყოველ ჩვენ ოჯახში ბებიას ქონდა ეგეთი სპეციალური ჩანთა ქონდა ნაჭრის. მართლა ქონდა. და ჩადიოდა და აი ამ ნაჭრის ჩანთით პურისთვის ცალკე იყო და დანარჩენი პროდუქტი, აი ამით ამოქონდეთ პროდუქტები. ნუ რა მოხდა, რომ ჩვენც თავი შევიწუხოთ და ეს გავაკეთოთ. საქართველოში სისუფთავის მხრივ დღეისათვის გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე რამდენიმე წლის წინ. მაგრამ დღესაც ქუჩაში ადვილად იპოვით ადამიანებს, რომლებიც ხელსახოცებს ბანანის ქერქს ან მზესუმზირას პირდაპირ ადგილზე ყრიან და ურნამდე მისვლით თავს არ იწუხებენ. ვერც ერთი კანონი და ვერც ერთი ბოლო ტექნოლოგია, რაც არ უნდა იყოს ყველაზე დახვეწილი, ყველაზე თანამედროვე, ვერ აიძულებს ადამიანს, რომ მოიქცეს ისე, როგორც საჭიროა. აი, ჩვენ საზოგადოებაში ეს ჯერ არ არის, აი ეს მოვთხილება თავის ქალაქის, უბნის, ქუჩის, გარემოს მიმართ არანაირი. 21 საუკუნეში სამწუხაროდ ისევ გვიწევს იმაზე საუბარი, რომ ნაგავი ურნაში უნდა მოთავსდეს. განვითარებულმა ქვეყნებმა კი არა მარტო სამიერის პრინციპის წარმატებით დანერგვა განახორციელეს, ნარჩენების სრულყოფილად მართვის სამიერის პრინციპს კიდევ ორი კომპონენტი დაუმატეს: ნარჩენების გარდაქმნა ენერგიათ და ნარჩენების განთავსება. სამი ერის შემდეგ ეს შეიძლება ჩაითვალოს მეოთხე კომპონენტად. აი ეს მეოთხე კომპონენტი მაინც და მაინც სასურველად არ ითვლება გარემოს დაცვის თვალსაზრისით, მაგრამ ეს არის, ასე ვთქვათ, უკიდურესი გამოსავალი, მაგრამ არსებობს ამაზე უფრო, ასე ვთქვათ, არასასურველი და ყველაზე უკიდურესი გამოსავალი, ეს არის ნარჩენების განთავსება ნაგავსაყრელზე. სამი ერის პრინციპი არის მიმართული იმისკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი მივიდეს ნაგავსაყრელამდე. ანუ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნაგავსაყრელზე მოხდეს მხოლოდ ის ნარჩენი, რომლის სხვა სახით გადამუშავება შეუძლებელია. ნარჩენების მართვის სფეროში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა რეგიონებში შეხვედრებს ატარებს და მოსახლეობას პრობლემის სიმწვავესა და მისი გადაჭრის გზებს აცნობს. გაუფრთხილდეთ გარემოს, ნამდვილად დროა უკვე, რომ ქართველებმაც ვიზრუნოთ, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა, ჩვენს გარემოზე და სჯობია დღეს არ დაობინძუროთ ჩვენი ტერიტორიები, ვიდრე დაობინძუროთ და მე იმის ხელახლა გაწმენდა მოგვიხდეს. ეს ერთადერთი პრიორიტეტული საკითხია, იმიტომ რომ ყველა ჩამოსვლელი, როდესაც ათვალიერებს ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, სახე პირველ რიგში სისუფთავე, რომელიც უნდა წარმოჩინდეს. თანამედროვე მსოფლიოში ნარჩენების მართვის სხვადასხვა მოდელი არსებობს, თუმცა არის საკითხები, რომლებსაც თითქმის ყველა სქემა ითვალისწინებს. აუცილებელია შემუშავდეს ნარჩენების მართვის ეფექტური გეგმა, რომელიც სამოქმედო გეგმასაც მოიცავს. ნარჩენების მართვის გეგმის სწორად შემუშავებაზე დიდწილადაა დამოკიდებული ნარჩენების მდგრადი მართვა. სამწუხაროდ მართვის გეგმები არც ერთ დონეზე არ არის, როგორც ასეთი მართვის გეგმა და ეს ერთ-ერთი პრობლემაა იმისა ზუსტად რომ ნარჩენების მართვა არ მიმდინარეობს ისე როგორც ეს ხდება თქვათ იგივე ევროპის ქვეყნებში.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით შეიმუშავა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სახელმძღვანელო, რომელშიც დეტალურადაა განხილული ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომები, ინიციატივები და მეთოდები. სახელმძღვანელოზე მუშაობა მიმდინარეობს უკვე 6 თვეა, 6 თვის განმავლობაში იწერებოდა და იხვეწებოდა ეს აღნიშნული სახელმძღვანელო. ეხლა საბოლოო ვარიანტი შემუშავებულია და მიმდინარეობს ამ საბოლოო ვარიანტის კიდევ უფრო დახვეწა. სახელმძღვანელოში ასევე მოცემულია მაგალითები თუ როგორ უნდა შემუშავდეს ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმა. ნარჩენების მართვის გეგმის ერთ-ერთი კომპონენტია მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება, რომლის მაგალითებიც მოყვანილია ჩვენ სახელმძღვანელოში და რომელიც ნამდვილად მისაღები იქნება ყველასთვის ყოველ შემთხვევაში პირველ სტადიაზე. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რეგიონული შეხვედრები, რეგიონული შეხვედრებზე მოწვეული იქნება მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, პასუხისმგებელი პირები, რომელიც უშუალოდ მუშაობენ ნარჩენების მართვის საკითხებზე ადგილზე. საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით დაამზადა ინფორმაციული ვიდეორგოლები, რომელიც ნარჩენების მართვის სფეროში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ პროექტის დავასუფთავოთ საქართველოს ფარგლებში შექმნა ინტერაქციული რუკა, სადაც მონიშნულია დაბინძურებული ტერიტორიები, დასუფთავების აქციის ფარგლებში გაწმენდილი ადგილები და ქალაქები, სადაც მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრები ჩატარდა. როგორი სურათი იყო შექმნილი, ამაზე ასე თქვა თვალსაჩინო ინფორმაცია არ არსებობდა. ამიტომ დადგა საკითხი, რომ მუშაობის პარალელურად პროექტში ყოფილიყო გათვალისწინებული ამისი შესაბამისი ზუსტი ანასახის რუკის შედგენა, მათი მდებარეობის განსასაზღვრად რა თქმა უნდა გამოგვეყენებია გლობალური პოზიციების სისტემის, ანუ GPS-ის მიერ GPS-ით მოპოვებული ინფორმაცია, მოგვცა ზუსტი გეოგრაფიული სურათი, მათი გავრცელების კანონზომიერებას, თავისებურებაც და თუ რა ვითარება არის დღესდღეობით საქართველოში. ინტერაქციული რუკის ნახვა და ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საიტზე www.cleanup.g. ნარჩენების მართვის მხრივ პრობლემებია თბილისში, ასევე რა თქმა უნდა რეგიონებშიც. დედაქალაქს ერთი თვის წინ ჩვენს წინა გადაცემაში შევეხეთ. ამჯერად რაიონებზე გავამახვილებთ ყურადღებას. სოფლის ხევებსა და მდინარეებში მიმოფანტული პოლიეთილენის ბოთლები და პარკები. ეს სურათი ალბათ ხშირად შეგხვედრიათ. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ არ არის საკმარისი. აუცილებელია კანონმდებლობისა და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა. თბილისში ნარჩენების პრობლემა მეტნაკლებად მოგვარებულია, რადგან თბილის ახალი ნაგავსაყრელი ემსახურება და ნარჩენების უსაფრთხო განთავსება ხორციელდება. ნარჩენების მართვის პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა რეგიონებში. მაგალითად, ქალაქ გორში დღემდე ფუნქციონირებს ნაგავსაყრელი, რომელიც გორს 1985 წელს დაახლოებით 20 წლიანი ვადით დაუკანონდა. იმის მიუხედავად, რომ ნაგავსაყრელის ექსპლუატაციის პერიოდი უკვე გასულია, დღემდე ნაგავსაყრელზე ყოველთვიურად 8600 კუბურ მეტრამდე ნარჩენი გააქვთ. გორში საკმარისი რაოდენობის ურნები დგას, მაგრამ მოსახლეობა ნაგავს არც თუ იშვიათად სახლის წინ, ან მდინარე მტკვრის ნაპირებთან ყრის. მოსახლეობა ხშირად დასუფთავებულ ტერიტორიას ხელმეორედ აბინძურებს. ჩვენი სატვირთო მანქანების თვითმცვლელების მარშრუტი გავზარდეთ, დღეში ორჯერ ვატარებთ და ვასუფთავებინებთ ანალოგიურ ბუნკერებს, რომელიც განთავსებულია ქალაქის ყველა ტერიტორიას. დილით და საღამოთი ხდება ამ ბუნკერების დაცლა და მაგრამ გამომდინარე მანდიდან მოსახლეობის თვითცნობიერება ასამაღლებელია, რადგან ბუნკერში მოათავსოს ეს საყოფაცხოვრებო ნარჩენი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვემზადებინა ანალოგიური აბრები, რომ იქნება როგორმე მოსახლეობას სარგე მოუწოდოთ და შეიცვალოს, მოწესრიგდეს ეს პრობლემა. გორში ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, დავასუფთავოთ საქართველოს ფარგლებში დასუფთავების აქცია რამდენჯერმე ჩატარდა. ჩვენი მიზანია, რომ ამ აქციაში ჩავთოთ როგორც სტუდენტი, ისე მოსწავლე ახალგაზრდობა, რომ დავიდეს პატარაობიდან დავიდეს ის მოსახლეობის დონეზე, რომ არ უნდა მოხდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების სტიქიურად განთავსება. განსხვავებული მდგომარეობაა მარნეულში.
ძველ ნაგავსაყრელს ექსპლუატაციის პერიოდი აქაც გაუვიდა, მაგრამ პარალელურად ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა მიმდინარეობს. ეს ნაგავსაყრელი 20 წლის ვადით გამოიყო მინისტრთა საბჭოს დადგენილებით მარნეულის რაიონს 6 ჰექტარი. ამჟამად 5.5 ჰექტარზე უკვე დასრულებულია საკონსერვაციო სამუშაოები, დარჩენილია 9.5 ჰექტარი და როგორც ხედავთ, სამუშაოების მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში დასრულდება მთლიანად საკონსერვაციო სამუშაოები. პარალელურ რეჟიმში იხსნება ახალი ნაგავსაყრელი, რომელიც იქნება თანამედროვე ტიპით მოწყობილი, სადაც მოხდება პირდაპირ ნაგვის დამარხვა. დასუფთავების აქცია წელს მარნეულში ჩატარდა. მოსახლეობა ქალაქის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებაში აქტიურად ჩაება. გაიწმინდა დაახლოებით 3500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი, სადაც ანარჩენების სახით 73 მეტრი კუბი საყოფაცხოვრებო ნაგავი გატანილი იქნა ნაგავსაყრელზე. დაახლოებით 130 კაცი მონაწილეობდა. მარნეულში ქუჩაში გამოტანილ ნაგავს ვერ შეხვდებით და ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ რაიონი მოწესრიგებული დაგვხდა. გარდა ამისა, შენდება ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო. გერმანელი მეცნიერები აწარმოებდნენ ორგანული ნაგავის შესწავლას და აღმოჩნდა, რომ მარნეულში არსებული ნაგვიდან ყველაზე მეტი ორგანული ნარჩენებია, რომელიც შეიცავს შესაბამისად ორგანული სასუქის შემცველობას. დაიწყეს მათმა ამ კვლევების ჩატარება და შარშან დაასრულეს ეს კვლევა, მიიღეს კომპოსტი, რომელიც შეტანილი იყო მეურნეობაში, სასწრაფო მეურნეობა აქვთ მათ და აღმოჩნდა, რომ უფრო მეტი პროდუქცია მიიღეს, ვიდრე სხვა სასუქების შეტანის შედეგად და რაც მთავარია, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი მიიღეს, რამაც ჩვენს დაგვაფიქრა ამაზე. საწარმოში კომპოსტის ანუ ორგანული სასუქის დამზადება მოხდება. კომპოსტი ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მოსავლის მიღებას უზრუნველყოფს. კომპოსტი ორგანული ნარჩენის გამზადდება. დაინტერესება უკვე ფერმერების მხრიდან არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ ეტაპზე გვაქვს პროგრამა, რომ ფერმერებს უფასოდ გადავცეთ ეს კომპოსტირება, ხოლო მის შემდეგ თუ დაინტერესება იქნება, რა თქმა უნდა, შესაბამისად მოუწევთ თანხის გადაცემა, რომელიც იქნება ძალიან შეღავათი, ვიდრე შედარებით სხვა სასუქები, რომელიც შედარებაც არ შეიძლება ორგანულ და ბიოპროდუქტს უფრო სუფთა სასუქებთან. მშენებლობა 2011 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. 2012 წლის შემოდგომაზე მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო პირველ კომპოსტს დაამზადებს. ცხეთაში ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია. მუნიციპალიტეტმა ახალი ნაგვის გამტანი მანქანები შეიძინა, რომლებსაც საყოფაცხოვრებო ნარჩენი 400-მდე ნაგვის შემკრები ურნიდან გააქვთ. ტურიზმის განვითარების კუთხით თავისთავად ამ რეგიონის სისუფთავეს დიდი მნიშვნელობა აქვს. შედარება 2-3 წლის ესე იგი ძალიან უკეთესობისაა. ქალაქში განლაგებულია დეკორატიული ურნებიც, ესე იგი ქალაქის ყველა ქუჩის ყოველდღიური დაგვადასუფთავება ხდება და შემდეგ ამ მონახვეტების ესე იგი გატანა. ხოლო სოფლის ტერიტორიებზე ესე იგი დღეგამოშვებით ხდება ესე იგი ბუნკერების დაცლა. მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოცული ესე იგი სუფთავდება თითქმის ყოველდღიურად. ცხეთის მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე დიდ პრობლემას ნაგავსაყრელი წარმოადგენს, რომელიც დაკანონებული არაა და უსაფრთხოების ზომების დაცვაც ვერ ხერხდება. დროებით ნაგავსაყრელისაც ამჟამად ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, მდებარეობს სოფელ ქსანის მიმდებარე ტერიტორიაზე. და ჩვენ უბრალოდ აი ხა ტექნიკის პრობლემა გვაქვს, ჩვენ ტექნიკა გვაქვს მცირე სიმძლავრის ბულდოზერი, რომელიცაც ესე იგი ხდება მე გადაყდა და მიწის დამუშავება. და უფრო მძლავრი ტექნიკა გვჭირდება, რომ ესე იგი მოხდეს ყოველდღიურად მიწის დაფარვა და დამუშავება იმ ნაგავსაყრელის, რომ არ მოხდეს მე ნაგვის აქეთ-იქით გავრცელება და ქარმა რო არ გაიტანოს. ცხეთაში სისუფთავის შენარჩუნება იმ პერიოდში რთულდება, როცა თბება და ექსკურსიების რიცხვი მატულობს. ცხეთის ტყეპარკში დამთვალიერებლები პიკნიკს აწყობენ და ხშირ შემთხვევაში ნარჩენს ადგილზე ტოვებენ. ეხლა დასუფთავებულია, იმიტომ რომ ექსკურსიები აღარ გვაქვს. როგორც კი დაიწყება ექსკურსიები, მოდიან ანაგვიანებენ და შემდეგ ჩვენ ვაწყობთ აქციებს, რომ კონდეს დასუფთავებული ტერიტორია. დავასუფთავოთ საქართველოს ფარგლებში ეს ტერიტორია რამდენჯერმე დასუფთავდა. ხელახალი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ცხეთაში საინფორმაციო ბანერიც განთავსდა, რომელიც
ადამიანებს შეახსენებს, რომ გარემოს დაცვა თითოეული მათგანის მოვალეობაა. ბანერს ახლა რომელსაც თქვენ ხედავთ, ესეთი მსგავსი ბანერი თითოეული რეგიონისთვის დაიდგმება ყველა რეგიონში. რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული რეგიონი პასუხისგებელი არის თითოეულ რეგიონში დაასუფთავოს თავისი ტერიტორია და მხარი დაუჭიროს ამ აქციას, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ მთელი საქართველოსთვის. ჩვენ ბრუნდებით სტუდიაში, წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუდიურ ნაწილს და ჩვენ სტუმრებს ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე, მოგესალმებით ქალბატონ ნინო, დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. ხათუნა ჩიკვილაძე, გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სამმართველოს უფროსი. ქალბატონ ხათუნა, მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დავიწყოთ ქალბატონ ნინო ჩვენი საუბარი ნარჩენების მართვაზე და სამიერის პრინციპზე, რაც შევახსენებ ჩვენ მაყურებელს, გულისხმობს ნარჩენების შემცირებას, ხელახალ გამოყენებას და გადამუშავებას. დავიწყოთ იმაზე საუბრით, რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში, განმარტოთ ეს ყველაფერი და შემდეგ ქალბატონ ხათუნასთან გვექნება შეკითხვებიც. ჩვენ რო ვთქვათ, რომ ჩვენ მივახციეთ ძალიან დიდ შედეგს ამ პროგრამის ფარგლებში, რასაც ახლა ვახორციელებთ მთელი კამპანიის დავასუფთავოთ საქართველოში, რომ უკვე დავიწყეთ ყველგან შემცირება, ესე ვთქვათ, ხელახალი გამოყენება ან თავიდან ესე ვთქვათ გადამუშავება და ძალიან დიდი ეფექტი გვაქვს ამაში, არ ვიქნებით მართლები. თუმცა ვიტყოდი, რომ ძალიან დიდი წინსვლა არის 1 წლის განმავლობაში და ეს არ არის მარტო ჩვენი ესე ვთქვათ კამპანიის დამსახურება, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი ძალისხმევა თვითონ სამინისტროსიც და ფაქტიურად ყველა სტრუქტურების, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტების და ადგილობრივი თვითმმართველობების. გარკვეულად ახლა მთელი სამიერის ინიციატივა და პრინციპი არის დამყარებული იმაზე, რომ თვითონ მოსახლემ უნდა დაიწყოს შემცირება თავისთავად თავისი ნარჩენისა. შეეცადოს რაც შეიძლება ნაკლები, ესე ვთქვათ, წარმოქმნას ეს ნარჩენი, კომუნალურ ნარჩენს გულისხმობ, რომელსაც წარმოქმნის თვითონ მოსახლეობა. ხელახალი გამოყენება ისევ და ისევ ძალიან ბევრ შემთხვევაში არ არის მარტო იმაზე დამოკიდებული იქნება თუ არა გადამუშავება, არამედ იმაზე არის დამოკიდებული, რომ ნივთი, რომელმაც დაკარგა თავისი პირვანდელი დანიშნულება, იყოს გამოყენებული მეორადად რამე სხვა დანიშნულებით. მაგალითად, ჩვენ ძალიან ხშირად ვახსენებთ ძალიან მარტივ თემას, ანუ ეს ტრადიცია ნამდვილად არსებობდა საქართველოში, ბავშვის ტანსაცმელი არასოდეს არ იყრება ნაგავში და ცდილობენ, რომ დაურიგონ ან ნათესავს, ან მეგობარს, ან ვიღაცას, რომ კიდევ ერთი ბავშვი გაიზარდოს ამ ტანსაცმელში. ეს არის ხელახალი გამოყენება ამ ნივთის, ანუ გასაგები რომ იყოს ტელემაყურებლისთვის, ამას ეს მაგალითი მოყავს, რას ნიშნავს ხელახალი გამოყენება. თუმცა ხელახალი გამოყენება შეიძლება იყოს სახეცვლილი გამოყენება რომელიმე ნივთისა. და მესამე, რასაც ქვია გადამუშავება. აქ ცოტა უფრო რთულად აქვს საქმე, იმიტომ რომ ძალიან მწირია ჯერჯერობით ისეთი საწარმოები, რომლებიც ამაზე მუშაობენ, სულ თითქოს ჩამოსათვლელი რაოდენობა გვაქვს საწარმოებისა. ანუ მასიური გადამუშავება, ასე ვთქვათ, მთელი ნარჩენების არ ხდება, ამიტომ მოცულობა ნარჩენის თვითონ რაოდენობრივად არის ძალიან გაზრდილი კომუნალური ნარჩენისა, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ ადგილზე კომუნალურ სამსახურებთან ურთიერთობის დროს, ხვდებით, რომ მასიურად კი არ კლებულობს მოცულობა, არამედ იზრდება ეს მოცულობა. ეს დამოკიდებულია იმაზეც, რომ კეთილდღეობა არის მოსახლეობაში სერიოზული, მაგრამ შედარებით უკეთესი მდგომარეობა, ხალხს უფრო მეტი რაღაც ნარჩენი რჩება, განსაკუთრებით ეს პლასმასის ბოთლები და შესაბუთი მასალა მთლიანად პლასტიკზე აწყობილი არის, ძალიან რთული. და ძალიან პრობლემატური და მე ვიცი რომ სამინისტროსაც გააჩნია გარკვეული ინიციატივა იმასთან დაკავშირებით როგორ ამოვიღოთ ეს პლასტიკი საერთოდ ხმარებიდან, იმიტომ რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უკვე დაიწყეს ეს მცდელობები, რასაც ქვია ამოღება პლასტიკიდან დამზადებული შესაბუთი მასალა. გასაგებია, ქალბატონ ხათუნა, გადამუშავება გამოყო ქალბატონმა ნინომ, თქვათ ნარჩენების მართვის ხრივ, სადაც ყველაზე რთული პრობლემა რას აკეთებს სახელმწიფო, ინიციატივებიც ახსენა ქალბატონმა ნინომ და იქნებ თქვენ დაგვი კონკრეტოთ რა ინიციატივები და გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით? მოგახსენებთ გადამუშავების პრობლემა ქალბატონო მართალი თქვა არის იმაში მდგომარეობს რომ გადამამუშავებელი საწარმოები ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა და ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით მხოლოდ იმ საწარმოებს აქვთ უფლება გადამუშავების რომლებსაც ექნებათ ნებართვა შესაბამისი. მე შემიძლია გითხრათ სამწუხაროდ რომ მხოლოდ ორ საწარმოს აქვს ნებართვა პლასტიკის გადამუშავებაზე, ოღონდ ესეც ბოთლებს ეხება, პლასტიკის ბოთლებს
პეტ ბოთლებს ესე რომ ეძახიან და არის კიდე რამოდენიმე საწარმო, მცირე საწარმოები და ერთი დიდი, რომლებიც ამუშავებენ ქაღალდს. მეორადი გამოყენება ხდება, გამოყენებული ქაღალდის გადამუშავებით შეიძლება კიდე მივიღოთ სხვა პროდუქცია. ოღონდ რასაკვირველია უკვე შესაფუთი თქვა დიდი ნივთებისთვის. აი აქვე ჩაგეკითხებით. აი ეს მეორადი პროდუქცია, რომელსაც იღებენ, ხო? ეს რამდენად აკმაყოფილებს სტანდარტს? ესეც ძალიან საინტერესოა და ვინ ამოწმებს საერთოდ შეესაბამება თუ არა ეს ყველაფერი სტანდარტს, რაც საქართველოში მეორადი პროდუქცია კეთდება? ძალიან კარგი კითხვა. პლასტიკთან დაკავშირებით მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის ქარხანა, რომელიც პეტ ბოთლებს იღებს, ანუ პლასტიკის ბოთლებს და შემდეგ გამოუშვებს შესაბამისად ნაწარმს, ისინი არიან სერტიფიცირებული ჩვენს მიერ არა, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სერტიფიკატი აქვთ მათ და ამდენად მათი პროდუქცია აბსოლუტურად უსაფრთხოა. თუმცა ჩვენი მხრიდან, ჯერჯერობით არ არსებობს საქართველოში ეს მუშავდება და პროცესი მიმდინარეობს, რომ ჩვენი კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან იყოს ჰარმონიზებული და შესაბამისად ხარისხის კონტროლიც იყოს ევროპულთან მიახლოებული, რათა ჩვენი პროდუქცია შესაფუთი მასალა იქნება ეს თუ თვითონ პროდუქტი იქნება, გასატანი გახდეს და შესაძლებელი გახდეს მისი გატანა უცხოეთში. შესაბამისი ხარისხის მიხედვით. გასაგებია, ქაბატონინო, ზოგადად, როდესაც ეს მეორადი პროდუქცია გამოდის ბაზარზე, განვითარებულ სახელმწიფოებში, ეს ზუსტად იმ ყველანაირ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს თუ ხარისხით იქაც შეიძლება უფრო ნაკლები? არა, არავითარ შემთხვევაში იქ არის ძალიან მკაცრი სტანდარტი, ამასთან დაკავშირებით ეს არის ISO-ს ტიპის იქნება თუ MS-ის ტიპის სტანდარტი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ პრაქტიკულად არის ძალიან დიდი მოთხოვნები. არსებობს ძალიან ბევრი ლოგო ან ემბლემა, რომელიც ედება, ესე ვთქვათ, მასალას, ის არის მეორადი ნედლეულიდან მიღებული, თუ ეს არის, ესე ვთქვათ, რეციკლირების შედეგად ანუ სხვადასხვა ტიპის რეციკლირება შეიძლება, ანუ გადამუშავება რეციკლირების მომენტია. ამიტომ საკმაოდ სერიოზული სტანდარტი არსებობს, მაგრამ ეს სასტანდარტო სისტემა, რომელიც ხარისხის და ქაბატონმა ხათუნამ უკვე ბრძანა, რომ ეს მუშა პროცესია ჯერჯერობით და ჯერ არა ვართ ესე ახლოს ევროკავშირთან, თავისთავად ევროკავშირის მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩვენც ვალდებული ვიქნებით აი ამ სისტემებში შევიდეთ და ძალიან აქტიურად დავიწყოთ ამაზე მუშაობა. ეს ცალკე თემაა თქვენ წარმოიდგინეთ, მაგრამ ეს საწარმოები, რომელიც ახსენეს, ძალიან საინტერესო პროდუქციას აწარმოებენ თვითონ, ერთ-ერთი აწარმოებს გადასახურავ, ასე ვთქვათ, პროდუქციას, ანუ შიფერებს აგრეთ წოდებულს, რაც და მათ აქვს ზუსტად საერთაშორისო სერტიფიკატი, ISO-ს ტიპის სერტიფიკატი აქვს აღებული და ძალიან აქტიურად მუშაობენ, ანუ მათი პროდუქცია ნამდვილად ხარისხის, ანუ იქ პერიოდულად ხდება საერთაშორისო მინიჭებელი ორგანოს მიერ შემოწმება მათი პროდუქციის. ასეთივე სისტემა უნდა არსებობდეს ჩვენთან. გასაგებია. მე მინდა შევეხოთ მუნიციპალიტეტების საკითხებს. მე ვიცი, რომ მზადდება სპეციალური სახელმძღვანელო მუნიციპალიტეტებისთვის. იქნება ამის შესახებ მოგვითხრა. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც არსებობს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, არის დაგეგმარება ნარჩენების მართვის. აქ არის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება, ანუ დოკუმენტის, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეს ნარჩენების მართვის და მე ვიცი, რომ მეორე ეროვნულ შეტყობინებაში ეს დოკუმენტი დევს როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. მეორე არის სახელმწიფო გეგმის შემუშავების, ასე ვთქვათ, მოქმედებათა გეგმის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, როგორ დავარქმევთ, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ესეც დევს, რომ მიზანი არის და ყველაზე მთავარი არის მუნიციპალიტეტები ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ორგანული კანონის მიხედვით ყველა მუნიციპალიტეტს მიეცა უფლება ექსკლუზიურად მათ უნდა მართონ ეს ნარჩენები, რომელსაც წარმოქმნიან თავის ტერიტორიებზე. აქ დადგა საკითხი, რომ ჩვენ ვამზადებთ სახელმძღვანელოს, რომელიც იქნება ნარჩენების მართვის გეგმა, როგორი უნდა იყოს, ანუ რას უნდა მოიცავდეს, როგორი უნდა შედგებოდეს, რა ციკლები უნდა იყოს, ანუ ეს დღესდღეობით ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრ შემთხვევაში გვაქვს მხოლოდ ორი ეტაპი, ანუ შეგროვება, გატანა და განთავსება ნაგავსაყრელზე, ზოგ შემთხვევაში ლეგალურზე, ზოგ შემთხვევაში არალეგალურზე. თუმცა ამ შემთხვევაში, ანუ ნარჩენების მართვის გეგმა უნდა მოიცავდეს არა მარტო შეგროვებას, უნდა მოიცავდეს სეპარირებას, ანუ დახარისხებას, შემდეგ გადამუშავების პროცესს, ანუ რაღაცები უნდა გადამუშავდეს და ყველაზე ცოტა უნდა გადიოდეს ნაგავსაყრელზე, რომ არ დააბინძუროს ტერიტორია. აი, აქედან გამომდინარე ეს ნარჩენების მართვის გეგმა, როგორ უნდა დაწეროს თითოეულმა მუნიციპალიტეტმა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო დოკუმენტი. და როდის იქნება? დეკემბრის ბოლოს გულისხმობთ, რომ ეს უკვე იქნება, ჩვენ
შესაბამისად გვინდა რომ სამინისტრომაც ნახოს ეს დოკუმენტი, ისე იყოს ეს მიწოდებული მუნიციპალიტეტებისთვის და გვინდა რომ ვიმსჯელოთ დოკუმენტზე, რამდენად ის მუშაა პროცესში იქნება, ანუ ეს იქნება ჩვეულებრივი სახელმძღვანელო დოკუმენტი, მას დიდი პრეტენზია არ აქვს, რომ ეს იყოს მადამაიც ესე დაწერილი, მაგრამ აძლევს გზას, რომ როგორ უნდა იყოს, ანუ რას უნდა მოიცავდეს ნარჩენების მართვის გეგმა. გასაგებია, სანამ ქალბატონ ხათუნას დაუსვამ შეკითხვას, მანამ მინდა განმარტო მაყურებლისთვის, თუ რამე შემეშლება შემისწორეთ ქალბატონინო, არ მინდა ისე გაიგოს მაყურებელმა, თითქოს ნაგავსაყრელები საერთოდ არ უნდა არსებობდეს. რა თქმა უნდა, განვითარებულ სახელმწიფოებში შეიძლება რაღაცეები გადაამუშავა, მაგრამ ნაგავსაყრელები აუცილებლად უნდა არსებობდეს. ოღონდ ცოტა. ქალბატონ ხათუნა, მაშინ როდესაც ასეთი კომპლექსური საკითხია ხო ნარჩენების მართვა და საქართველოში ნაგავსაყრელების საკითხიც კი არ არის, ეს შეგვიძლია ერთ-ერთ ყველაზე საწყის საფეხურად ჩავთვალოთ ხო ნაგავსაყრელები. ეს საკითხიც კი არ არის მოგვარებული. აი რა გეგმა აქვს სახელმწიფოს, უნდა წავიდეს თქვათ ცენტრალიზებული ნაგავსაყრელების გზით თუ რაიმე სხვა გეგმები აქვს, აი როგორ აპირებს ამ საკითხის მოგვარებას? მოგახსენებთ, სახელმწიფოს ძალიან მკვეთრად აქვს გეგმა ამ საკითხთან დაკავშირებით, იმდენად რამდენადაც კანონში გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ შეტანილი იქნა შესწორება 2011 წელს. ეს შესწორება ამბობს, რომ 2014 წლის 1 იანვრისთვის ყველა ნაგავსაყრელი, რომელიც კი არსებობს საქართველოში და ის ძირითადად რეგიონებზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ თბილისს აქვს უკვე თანამედროვე ტიპის ნაგავსაყრელი, რუსთავს აქვს თანამედროვე ტიპის ნაგავსაყრელი, დიდ ქალაქებში მეტნაკლებად ეს მოწესრიგებულია და სულ 7 ნებართვის მქონე ნაგავსაყრელი გვაქვს. ანუ ყველა ნაგავსაყრელი, რომელიც ფუნქციონირებს, ყველამ უნდა შეძლოს თავისი ფუნქციონირება გარემოსთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების გზით, ის რომელიც ვერ დააკმაყოფილებს 14 წლის დასაწყისისთვის, ის რა თქმა უნდა გაუქმდება. ამდენად ყველა მუნიციპალიტეტი უკვე ფიქრობს იმაზე, რომ ან გაერთიანდნენ და იყოს თქვათ რეგიონალური, ან მოხდეს მათი რაღაც ან გამსხვილება, ან კიდე ის ნაგავსაყრელები, რომელიც ასე უკანონოდ არის და მიმოფანტულია და არ არის აღრიცხული, მაგრამ აქ შემოდის ქალბატონ ხათუნა რამდენიმე პრობლემა. ანუ რო განმარტოთ ჩვენი მაყურებლისთვის, თითოეულ რაიონს უნდა კონდეს მითითება იქნება სახელმწიფოს მხრიდან, რომ თითოეულ რაიონს კონდეს თავისი ნაგავსაყრელი, თუ რეგიონში იყოს ერთი დიდი ნაგავსაყრელი და შემდეგ რაიონებიდან წაიღონ ეს ნაგავი, თუ აი როგორ მოხდება ეს ყველაფერი. შემდეგ შემოდის მიწის საკითხი, რომელიც მთლიანად არის პრივატიზებული და ამ შემთხვევაში კერძო მესაკუთრეებთან უწევს. ხო, ალბათ სახელმწიფოს ამ ნაგავსაყრელის ტერიტორიის შესახებ გარკვევა ამ საკითხების. აი, ამის შესახებ რო გითხრათ, რა გეგმით წავა სახელმწიფო და როგორ მოესწრება ეს ყველაფერი? იცით რა, სახელმწიფოს უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული, მთავრობის დადგენილებაა, რომ ყველა ადგილობრივმა თვითმმართველობამ უკვე უნდა იზრუნოს, ეს არის 2015 წლის 10-15 წლის სტრატეგია რეგიონალური განვითარების, რომ მოაწესრიგოს ნარჩენების მართვა. ეხლა მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს არა ძალიან ბევრი ნაგავსაყრელის მოწესრიგება, არამედ რა შეძლების დაგვარად ოპტიმალური ადგილების შერჩევა, რომელსაც გაუკეთდება აუცილებლად ექსპერტიზა და ისინი აიღებენ ნებართვას, გარემოს დაცვის ნებართვას გულისხმობ და შემდეგ ეს ჩვენი მიზანია იყოს რაც შეიძლება ბევრი კი არა, რაც შეიძლება ცოტა და ისეთი ნაგავსაყრელი, რომელიც მთლიანად დააკმაყოფილებს იქ მაცხოვრებელი მოსახლეობის მოთხოვნას. დიდი რაოდენობით ნაგავსაყრელები მოგეხსენებათ, ახლა რა საინტერესო უნდა იყოს და რა კარგი უნდა იყოს საქართველოში ყველა კუთხეში რო გქონდეს. ალბათ მოხდება გამსხვილება, მაგრამ სამაგეროდ მოხდება ისე, რომ ყველა ნაგავსაყრელი იქნება გარემოსთვის უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. ეს ეტაპობრივად მოგვარდება. აი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით რომ გადაწყდეს რაღაც პრობლემები, ხო, ამისთვის აუცილებელია კანონმდებლობა იყოს შესაბამისი. ამ ხრივ თქვენ პირადად რა ხარვეზებს ხედავთ და რა არის გასაკეთებელი უპირველეს ყოვლისა კანონმდებლობის ხრივ? ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემა გახლავთ. სამწუხაროდ არ გვაქვს ნარჩენების კანონი, რომელსაც ჩარჩო კანონს ვეძახით ჩვენ. მომზადებულია უკვე პროექტი, ამ პროექტის განხილვა უკვე დაწყებულია შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, გულისხმობს სახელმწიფო უწყებებს და შემდეგ მოხდება ამის უფრო ფართოდ გამოტანა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2012 წლისთვის გვექნება უკვე ეს კანონი. ერთი კანონი, სადაც ეს ყველა მიმოფანტული რაღაც მუხლები შეიკრიბება? რასაკვირველია, ამიტომ რომ
სამარჩო კანონი აუცილებელია რომ კონდეს სახელმწიფოს და შემდეგ პარალელურ რეჟიმში დაგეგმილია უკვე კანონქვემდებარე აქტების მომზადება. გასაგებია, ქალბატონინო, თქვით თუ გსურთ დიახ, კანონმდებლობაზე და კანონმდებლობაზე ვიტყვი, რომ ეს არის მართლა ძალიან მტკივნეული თემა, იმიტომ რომ მე რამდენიც ვიცი სამინისტროში არაერთი, არამედ რამდენიმე ვარიანტი იყო მომზადებული კანონპროექტისა. სამწუხაროდ არ იყო განხილვები დაწყებული და თუ უკვე დავიწყეთ რაღაც კანონპროექტზე განხილვები სახელმწიფო უწყებების შორის ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირიდან მოთითებული და რომელიც არის ერთ-ერთი სერიოზული თემა ასოცირებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არის ნარჩენების მართვის საკითხების მოწესრიგება. თავისთავად რომ მუნიციპალიტეტებს მიეცათ პირდაპირ ექსკლუზიურად რომ მოაწესრიგეთ თქვენ თვითონ ყველა გამგებელი ძალიან ბევრ შემთხვევაში, როცა ჩვენ ხვდებით ადგილობრივ თვითმმართველობებს, იძახის რომ არა მე ჩემ ტერიტორიაზე გავაკეთებ ნაგავსახელს. ძალიან ბევრ შემთხვევაში ამის გაკეთება არის შეუძლებელი, იმიტომ რომ იმდენ მცირე მიწიანია საქართველო და იმდენ ცოტაა ესეთი თავისუფალი მიწა, რომ ტერიტორიის გამოძიება თავად მუნიციპალიტეტებში არის პრობლემებია სერიოზული. არა, ესმით ძალიან კარგად თქვენ წარმოიდგინეთ. ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში უკვე საკმაოდ დიდი პროგრესია იმასთან დაკავშირებით, როგორ გავაკეთოთ, როგორ მოვაწესრიგოთ. მე ვიცი, რომ სამინისტროში რიგით დგას ხალხის, რომელიც ცდილობენ, რომ ან აიღონ ნებართვა, ან დროებითი ნებართვა მაინც აიღონ ნაგავსაყრელთან დაკავშირებით, მაგრამ ამის გარდა რაც არსებობს ლეგალურად, აი ასე ვთქვათ, თავის დროზეც რო ლეგალური იყო, მაგრამ მოუწესრიგებელი აბსოლუტურად. ნაგავსაყრელი ამის გარდა არსებობს უამრავი სტიქიურად გაჩენილი ნაგავსაყრელი. აი ჩვენი კამპანია ზუსტად ამას გულისხმობს, აი სტიქიურად მოსახლემ რომ დაეზარა, გატანა და თავის ესე ვთქვათ მეზობელთან დაყარა ეს ნაგავი და გააჩინა იქ ნაგავსაყრელი, აი ეს აღარ იყოს. სხვა მეზობელს და ასე შემდეგ. ანუ გამოდის რომ შესასვლელში სოფელთან ძალიან ბევრ შემთხვევაში სოფლის შესასვლელში არის დაყრილი ნაგავი და აი ეს არის ძალიან სერიოზული. ან ხრამში, ან ხევში, ან დინარეს ნაპირას არის დაყრილი. რა პრინციპით ხელმძღვანელობთ გასაგებიც არის, იმიტომ რომ მთელი საბჭოთა მენტალობა, რომელიც ჯერჯერობით სამწუხაროდ კიდე შემოგჭა, არის აგებული რომ ნაგავსაყრელი უნდა იყოს სანაპიროსთან განთავსებული, დინარე ადიდება და წაიღებს და გაწმინდა. აი ძალიან ბევრი პრობლემაა, ხო? ინფრასტრუქტურის პრობლემა, რასაც კიდე შევეხებით, მაგრამ მანამდე რისი გაკეთებაა შესაძლებელი? თუნდაც საინფორმაციო კამპანია, რომელზეც წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ, რამდენად წარმატებით მიმდინარეობს ეს ყველაფერი? იცით რა, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველა გადაცემა ესეთი არა ერთჯერადი, არამედ პერმანენტული გადაცემები ძალიან დიდ ხელშეწყობას უკეთებს პირველ რიგში მასმედიის მუშაობა ამ საკითხზე ნიშნავს ის, რომ თვით შეგნება თვითონ ადამიანისა უფრო სერიოზული ხდება. მეორე ქმედება, რომელიც ძალიან ბევრ შემთხვევაში მოსახლეობისთვის არის ძალიან საინტერესო, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი საქართველოდან არის გასული, ან ტურისტულად, ან შრომის ბაზარს ავსებს, ესე ვთქვათ, სხვა ქვეყნისა, მაგრამ რო ჩამოდიან საქართველოში, პირველი მათ რაცაც ხვდებათ, ეს არის ის სტიქიურად დაყრილი ნარჩენი, რომელსაც სერიოზულ პრობლემას უქმნიან საკუთარ თავს. შესაბამისად, ეს მენტალობა ნელ-ნელა იცვლება, მაგრამ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციულ კამპანიას თვითონ მოსახლეობასთან მიმართებაში. აღმოჩნდა, რომ ნარჩენების მართვას ვერ მოვაწესრიგებთ, ანუ ყველა ქვეყნის გამოცდილება გვეუბნება ამას, თუ მოსახლეობა არ იქნება ძირითადად ჩართული ამ მართვაში უფრო აქტიურად. ანუ აი ეს რასაც ქვია შემცირება, ეს არის პირველ რიგში მოსახლეობიდან კომუნალურ ნარჩენში ყოველ შემთხვევაში ესეა. თვითონ მოსახლე იწყებს. სეპარირება, რომელიც კიდე დასანერგია საქართველოში და ჯერ სამწუხაროდ თბილისიც ვერ გადადის სეპარირებაზე, ეს პირდაპირ არის მოსახლეობის პასუხისმგებლობაზე. ანუ თვითონ მოსახლე იწყებს თავისი ნარჩენის სეპარირებას და პლასმასის ბოთლს ცალკე აგროვებს, ბიოლოგიურ ნარჩენს ცალკე აგროვებს, შუშას ცალკე აგროვებს, ქაღალდს ცალკე აგროვებს. რაღაცა ელემენტების სეპარირების ნამდვილად არსებობს საქართველოში. აი ქაღალდის შეგროვება თბილისში დაიწყო მოსახლეობამ, ძალიან ბევრმა დაწესებულებმა დაიწყო, იმიტომ რომ გაჩნდა საწარმო, რომელიც ამას იბარებს. ბოთლების შეგროვება დაიწყეს გარკვეულად, იმიტომ რომ გაჩნდა ორი საწარმო, რომელსაც ჭირდება ეს ბოთლი. პლასმასის გულისხმობს, პეტის ბოთლი. მაგრამ ეს არის ძალიან ცოტა. ანუ ეს უნდა იყოს ძალიან უფრო მეტი და უფრო აგრეთვე დაახლოებით 20 წელი დაჭირდა შვედეთს, რომ მოეწესრიგებია ეს საკითხი. ჩვენ 20 წელი არ აგვაქვს. ჩვენ უფრო ცოტა ხანში უნდა მოვაყოთ. გასაგებია, ქალბატონ ხათუნა, აი თუნდაც ეს გადაცემა კამპანია, რასაც ქალბატონ ნინო ატარებს, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ ყველანი რომ ჩვენ ერთად ვატარებთ სამინისტროსთან ერთად. ხო, ეს არ არის საკმარისი ალბათ დამეთანხმებით, ხო? თქვენ სამინისტროს აქვს თუ არა რაიმე გეგმა, რომ
ამ კამპანიას მიეცეს უფრო მასშტაბური სახე და ასე ვთქვათ, უფრო ფართო საზოგადოებასთან მოხდეს, ესე იგი, თანამშრომლობის გზების დასახვა და მათი ინფორმირება და ასე შემდეგ. ნამდვილად აქვს ქალბატონ ნინოს ორგანიზაციის მიერ წარმოებული კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას ეს იყო პირველი მასშტაბური აქცია კი არა საქმიანობა საფუძვლიანი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. ჩვენ რასაკვირველია თანამშრომლობთ მათთან და უფრო მეტად არის გასაშლელი, ხელშესაწყობია მათი საქმიანობა და ჩვენი მხრიდან თუ რამე არ შესაძლებელი, ანუ ჩვენ ვმუშაობთ სტრატეგიებზე მოგეხსენებათ და პოლიტიკის შემუშავებაზე. იმ ყველა საქმიანობას, რომლებსაც არასამთავრობოები განახორციელებენ, ქალბატონ ნინოს არასამთავრობო ორგანიზაციის თამადობით შეიძლება ის ვთქვათ, მათი მეთაურობით, მათ უნდა კონდეთ საკანონმდებლო ბაზა და ამიტომ ჩვენ ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, რომ ეს საკანონმდებლო ბაზის საკითხი მოგვარებული იქნას. აი თქვენ ფიქრობთ ამაზე, მუშაობთ როგორი უნდა იყოს პოლიტიკა, როგორი უნდა იყოს საკანონმდებლო ბაზა. თუ გაქვთ ეს ყველაფერი დათვლილი, რა თანხებზეა? საწყის ეტაპზე მაინც დაკავშირებული, რა თანხებთან არის დაკავშირებული? აიცით რა, და არის თუ არა ეს სახელმწიფოსთვის დღეს პრიორიტეტი ქალბატონ ხათუნა? ზუსტად შემიძლია გითხრათ რა თანხებზეა ლაპარაკი, იმდენად რამდენადაც ჩვენ უკვე გვაქვს twinning-ის პროექტი ევროკავშირიდან დაფინანსებული, რომელიც უშუალოდ ამ პროექტის მიზანი არის ჩვენი ნარჩენების კანონის რევიზია და იმის მიღება, კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაში დახმარება და გარდა ამისა ეროვნული სტრატეგიის, ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და ეროვნული მოქმედებათა გეგმის, ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება. და შემდეგ უკვე ამ გეგმიდან გამომდინარე ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გეგმების და სამოქმედო გეგმების შემუშავება იქნება უფრო ადვილი. ასე რომ ეს პრაქტიკულად ვიცით, რომ არის 1.250.000 евро, რომელიც 2 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. თუმცა ამის განხორციელებას უფრო მეტი შეიძლება დაჭირდეს გარკვეულად. თვითონ უკვე პრაქტიკაში მოყვანასთან მიმართებაში და მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის პროექტები მუშავდება დღეს საქართველოში, მაგალითად ბევრ რაიონს აქვს თავისი გეგმები, გარკვეულად ამისნული, ბევრი ინვესტორი შემოდიახა. რუსთავის ნაგავსაყრელი ნამდვილად ევროკავშირის და სიდას მხარდაჭერით იყო გაკეთებული, რაც წინა გადაცემაზე ვისაუბრეთ. თბილისი გაკეთდა ნამდვილად თვითონ თბილისის ესე ვთქვათ მერის ძალისხმევით და ქუთაისში მე ვიცი რომ გერმანელები ცდილობენ რომ მოამზადონ და KfW მუშაობს ზუსტად იმაზე რომ გააკეთოს ესე ვთქვათ ქუთაისის მართვის გეგმა, ჰოლანდიის სახელმწიფოს დაფინანსებით გაკეთდება ბორჯომში ნაგავსაყრელი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ეს ყველაფერი ხდება, რა თქმა უნდა, სამინისტროს კოორდინირებით და ჩვენც მეტნაკლებად ვცდილობთ, რომ აი ეს თვით შეგნება რაღაცნაირად მოვიდეს ამას. გასაგები, აი სანამ ჩვენი დიალოგი დაიწყებოდა სტუდიური ნაწილის, თქვენ მე კარგად ამიხსენით, ასე ვთქვათ, რა მონაწილეობა უნდა კონდეს ამ ყველაფერში საზოგადოებას, ასევე სახელმწიფოს და ასევე ბიზნესს. მე მინდა რომ ჩემთან არ დარჩეს მარტო ეს ინფორმაცია და აუხსნათ მაყურებელსაც, ბიზნესი როგორ უნდა იყოს ჩართული და რატომ არის მაინც მთავარი და წამყვანი ამ ყველაფერში სახელმწიფო. პრაქტიკულად ნარჩენების მართვის თემასთან მიმართებაში, ანუ დიდი ხნის განმავლობაში ვსწავლობდით ამ თემას და ქალბატონ ხათუნას დამეთანხმება, რომ ჩვენ ერთი რამ ვიცით. ის ცნება, ის მენტალობა, რომელიც ჩვენში დამკვიდრდა, რომ თითქოს ეს ნარჩენების მართვა არის ძალიან დიდი ბიზნესი და ამიტომ მოდით ახლა მარტო კერძო სექტორს და ჩადავალოთ ეს და ის გააკეთებს. ეს ესე არ არის. ანუ ყველა სახელმწიფოში ეს არის დოტაციაზე მყოფი საქმიანობა. პრაქტიკულად თითქმის ყველგან დაახლოებით 60%-მდე სახელმწიფო ხარჯავს იმაზე, რომ ეს ნარჩენების მართვის თემები იყოს მოწესრიგებული. 40% არის ბიზნესიდან შემოწურულობები, ან ბიზნესზე დამყარებული. იმ ქვეყნებში, სადაც არ იყო ესეთი გამოცდილება, ანუ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გულისხმობ, მაგალითად პრიბალტიკის ქვეყნებში. ყველა ნარჩენების მართვაში არის გადაცემული კერძო სექტორისთვის, მაგრამ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მოხსნილი არ აქვს. შესაბამისად, სტრატეგიაშიც მე დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოს მიერ იქნება ეს პრიორიტეტი ჩადებული. მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა ძალიან ბევრ შემთხვევაში დიდი, ძალიან დიდი ნაწილი მუნიციპალური სახსრების ეს იგივე სახელმწიფო სახსრებია ჩავთვალოთ, მიდის ზუსტად აი ამ საკითხის მოგვარებისა, მოწესრიგებისა. თავისთავად ნაწილობრივ თვითონ მოსახლეობა იღებს მონაწილეობას, თქვათ, გადასახადის სახით ნარჩენებთან დაკავშირებით. ანუ ეს არის ძალიან ეს არ არის მარტო ის თემა, რასაც ქვია, რომ კერძო ბიზნესი, კარგად, ესე ამაში არის დიდი ფული.
ამაში არის დიდი ფული ძალიან მარტივი მიზეზის გამო, თუ ვიტყვით, ასე ვთქვათ, მაფიოზური პლანებიც კი შეიქმნა დასავლეთში, ფილმებიც კი გადავიღეთ, ასე ვთქვათ, სპრუტის სახით, მაგალითად, რომელიც ტელემაყურებელს ახსოვს, რომელიც ამბობს, რომ აი სადღაც დადის რაღაცა საშინელი ნარჩენი და უნდათ იმის შემოტანა არალეგალურად, ასე ვთქვათ, სადღაც ქვეყანაში. და თელი ესე ვთქვათ, მოქმედებებია განხორციელებული. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს საკმაოდ რეალური სიტუაცია იყო, იმიტომ რომ მე მახსოვს 94 წელს იყო მცდელობა საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის სახიფათო ნარჩენისა გაურკვეველი წარმოშობის, გაურკვეველი ფირმების მიერ და იქ მაშინ აღმოჩნდა შესაბამისად საზოგადოება საკმაოდ მომზადებული სამინისტროსთან ერთად და მწვანეთა მოძრაობაც იღებდა მაშინ ძალიან აქტიურ მონაწილეობას. გრინფისი მოგვეხმარა დედამიწის მეგობრები დასავლეთში, რომ გაგვერკვია ვინ იყვნენ ესენი და რა ტიპის ნარჩენი უნდა შემოსულიყო. ანუ მცდელობები იყო და ამის შემდგომი ქმედება, რომელიც განახორციელა სახელმწიფომ, იყო 95 წელს მიღებული კანონი ტრანზიტ ექსპორტ იმპორტის შესახებ. ნარჩენებთან დაკავშირებით, რომელთაც აიგზალა საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების შემოტანა. 97-ში ეს კანონი გადამუშავდა, დღეს საქართველოში მუშაობს უკვე რამდენიმე კანონი ამაზე და მუშაობს ბაზელის კონვენცია. ანუ დაცული ვართ ამ მიმართულებით. მაგრამ ეს მცდელობები ყოველთვის არსებობს, ყოველთვის იყო და თუ ბაზელის კონვენციის ერთ-ერთი წინაპირობა იყო აფრიკაში შეტანილი სახიფათო ნარჩენები და ამის პრობლემის მოგვარება დაჭირდა ძალიან დიდი დრო და ძალიან ბევრი სახელმწიფო ეხა ეხმარება აფრიკის ქვეყნებს, რომ აი ეს გაუნებელყოფა მოახდინონ ამ სახიფათო ნარჩენების, ჩვენთვისაც ეს არ უნდა დამდგარიყო, ამიტომ იყო ესეთი პრევენციები. ეს არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ძირითადი ნაწილი ამ თანხისა არის სახელმწიფოს მხრიდან. გასაგებია. მოდით, ქალბატონ ხათუნა თქვენ, შემდეგ ქალბატონინა თქვენ კითხავდა, ჩვენი საუბარი უნდა წავიდეს დასასრულისკენ. ბიზნესზე მინდა კვლავ გავამახვილო ყურადღება, თანამშრომლობა ბიზნესთან ამ მიმართულებით, რამდენად პერსპექტიულად გესახება დღეს თქვენ? ჩვენ ნამდვილად პერსპექტიულად გვესახება, რადგანაც ბიზნესის ჩართვა და მათი მოტივირება, რომ ნარჩენი განხილული იყოს არა ნარჩენად, არამედ პროდუქტის წყაროდ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე უკვე მოგახსენეთ, რომ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი, როდესაც ხდება პეტ ბოთლების გადამუშავება. ამ გადამუშავებული ბოთლებიდან შემდეგ მიიღება ისევ პროდუქცია, რომელიც გამოიყენება და ის აკმაყოფილებს ყველა დონის საერთაშორისო სტანდარტს. ასე შეიძლება, ვთქვათ, გამოყენებული იქნას ჯართი, ანუ გადამუშავდეს, ასე შეიძლება მინის ნარჩენები იქნეს გადამუშავებელი. ეს პრაქტიკულად ჩვენ გვაძლევს, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს ინტერესი არის ის, რომ იყოს რესურსები დაზოგილი, იყოს ენერგია დაზოგილი. ამიტომ ბიზნესს რაღაცნაირად ჭირდება სტიმულირება. ჩვენ ახლა ვმუშაობთ არა მარტო იმ ეტაპზე გაჩერებაზე, რომ ვთქვათ, მოხდეს პეტის გადამუშავება და აი აქ არის ჯერჯერობით საქართველოში წარმოებები, ხო, იმის იქით, რომ გამოშვებული იქნას მეორადი პროდუქცია. მოგეხსენებათ, უცხოეთში ეს ძალიან მიღებული პრაქტიკაა და შეიძლება იყოს გამოშვებული დაწყებული ტანისამოსიდან ჩანთები, რაღაცა ნივთები, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა პლასმასის გადამუშავებით და იქ უფრო ფართო სპექტრის პლასმასი შეიძლება გამოვიყენოთ. გარდა ამისა, მეორადი გადამუშავებით ჭურჭლიდანაც, მინის ნარჩენებიდან შეიძლება ისევ დამზადდეს შესაბამისი პროდუქცია, რომელიც დაზოგავს ენერგიასაც და რესურსებსაც და ისიც შეიძლება, რომ ბიზნესი დავაინტერესოთ. აი ამ მიმართულებით ვმუშაობთ და კიდევ ვმუშაობთ ბიოდეგრადირებად ნარჩენებთან დაკავშირებით. ანუ ისეთ ჩვენ ვცდილობთ, რომ შემოვიდეს საქართველოში ეს პრაქტიკაში, მაგრამ ჯერჯერობით მიმდინარეობს მასალების მოძიება და ამ ყველაფრის დახვეწა, რომ შემდეგ შევთავაზოთ გასაგებია. მე დავეთანხმებოდი, რომ ბიოდეგრადირებული ნარჩენის ესე ვთქვათ, პროდუქციის შემოტანა იქნებოდა ძალიან მომგებიანი საქართველოსთვის, მაგრამ ამას ისევ აუცილებლად ჭირდება კანონმდებლობა გამართული საქართველოს. აი, ბიზნესთან დაკავშირებით. აი, ახლა ბიზნესთან დაკავშირებით. თქვენ ზოგადად თქვით, აი, ქართულ ბიზნესზე რა დაინტერესება შეინიშნება? იმისთვის, რომ ეს დახმარება სახელმწიფოს მხრიდან არ შეიძლება გამოიხატოს მარტო ფულადი ნიშნებით. დახმარება შეიძლება გამოიხატოს საგადასახადო სისტემის შეღავათიანობით ასეთი ბიზნესისთვის, რაც მოუწევს სტიმულირებას ბიზნესს ამის განვითარებისა, რომ მეორადი რესურსი გააკეთოს. სუბსიდირება, სახელმწიფო სუბსიდირება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეღავათიანი კრედიტები ბანკებიდან, ანუ მთელი პროგრამა უნდა იყოს სახელმწიფოს. ეს არის დახმარება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მომგებიანია. ეს ნიშნავს, რომ ასეთი
მოდელით მუშაობს თითქმის ყველა ქვეყანა, იმიტომ რომ ეს არ არის მართლმომგებიანი, მაგრამ აი ესეთი შეღავათი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში სახელმწიფომ რატო უნდა ჩადოს და ანუ რატო უნდა გაუკეთოს სახელმწიფომ ეს შეღავათი. საბოლოო ჯამში სახელმწიფო აქედან უფრო მეც იგებს. ის აღარ ხარჯავს უამრავ თანხას. აი ბიზნესი რას იგებს? ეს არის ბიზნესმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აწარმოებს დამატებით პროდუქციას თვითონ, მაგრამ მას აქვს ეს პროდუქცია შეღავათიან ფაზებში ნაწარმოები. შესაბამისად, ეს პროდუქცია ხელახლა ჩვეულებრივი ბიზნესის კანონი მუშაობს, მაგრამ ის აი ამ ნაწილში მუშაობს როგორც ბიზნესმენი, ის იყენებს ნედლეულად უკვე არსებულ ნედლეულს. ანუ უფრო იაფი უჯდება პროდუქციის იაფი უჯდება, ანუ სუბსიდირება მაგას ნიშნავს. და უფრო იაფი უჯდება მუშახელით. მოსახლეობას უნდა კონდეს გარანტია, რომ ეს ზუსტად ისეთივე პროდუქცია იქნება ხარისხიანი. ეს არის სტანდარტიზაციის სისტემა, რომელიც რეგულირდება კანონით. გასაგებია. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, თუ კი ამ თემას შევეხებით, ზუსტად ბიზნესზე უნდა იყოს. მე მგონი აუცილებლად უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ნაწილი ჩვენი კამპანიის, ჩვენ გვინდა რომ ჩავატაროთ გვალიმაგი და ბიზნესმენებთან, გვინდა რომ ესეთი მიმართულება დავიჭიროთ, რომ ბიზნესი არა მარტო შეუწყოთ ხელი სამინისტროს, რომ ბიზნესის ინტერესი იყოს უფრო აქტიური ამ ნაწილში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ნინო ჩხობაძე და ხათუნა ჩიკვილაძე. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე პირველ არხზე. ნახვამდის. გადაცემა მომზადებულია პროექტ დავასუფთავოთ საქართველოს ფარგლებში. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.